საქმე დილის ბოლო ბლოკში ნინო ზაბახიძე გვერდება სტუმართან ერთად პროექტ დანერგე მომავალის მიმდინარე ეტაპებს შევაჯამებთ. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზეც და ვიდრე საუბარს დავიწყებთ, მოკლედ ვიტყვი მაყურებლისთვის, რომ ამ დროისათვის პროექტ დანერგე მომავლის ფარგლებში გაშენებულია 7000 ჰექტრამდე მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი და სახელმწიფოს თანადაფინანსების სახით გასცემული აქვს 34 მილიონ ლარზე მეტი. რიცხვებს მიღმა პროცესის მიმდინარეობაზე და შედეგებზე საუბრისათვის ეთერს უკვე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის და მის სტუმარს პატე შეყელაძეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორს ვუთქვამთ. ნინა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. ძალიან საინტერესოა დინამიკა, რასაც პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ დაიწყო ახალი ტრადიცია, რაც გულისხმობს იმას, რომ რეგიონებში ხდება კომუნიკაცია ფერმერებთან, ხდება შეხვედრები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ მეც ვეთანხმები ხელმძღვანელობას პროექტების მართვის სააგენტოსი იმის შესახებ, რომ ძალიან სწორია, როდესაც ფერმერების ჩართულობა არის და ის გამოწვევები, რაც მათ აქამდე ქონდათ, უნდა აღმოიფხვრეს, ან შესაბამისად შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რომ შეიცვალოს ის, თქვათ, მათთვის მიუღებელი თემები, რაზეც ისინი ხშირად, თქვათ, გამოთქვავდნენ გარკვეულ კრიტიკას, ან ამბობდნენ, რომ ეს მათთვის ხელსაყრელი არ არის. ძალიან კარგია, როდესაც პროექტს არ ერგებიან ფერმერები, არამედ პირიქით ფერმერებს უნდა მოერგოს განსაკუთრებით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტები. ამაზე უფრო მეც ჩემს სტუმართან ერთად ვისაუბრებ, თუ რას გეგმავენ, რა პროექტები არის და უფრო მეტ ინფორმაციას ისე მივაწვდით ჩვენს მაყურებელს. ბატონო პაატა, ძალიან დიდი მადლობა. პირველად ეთერში ჩემთან მობრძანებისთვის. პირველ რიგში მინდა დაგისვათ შეკითხვა, რაც თქვენ გახდით ხელმძღვანელი, ახალი ხედვებით შეიცვალა და ხდება სხვადასხვა პროექტების მოდიფიკაცია. რას გულისხმობს ეს სხვადასხვა პროექტები, თუ არსებულის როგორ ხდება, რომ რაღაცა ცვლილებები შევიდეს? მოგესალმებით, ქალბატონო ნინო, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ესე იგი, რას გულისხმობს ეს მარტივად აგიხსნით, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო წარმოდგენილია თითქმის სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ნაწილში. აქედან გამომდინარეა ზუსტად, რომ ხედვა და მიდგომა შევცვალეთ, გადავწყვიტე, რომ ადგილზე ჩავიდე რეგიონების მიხედვით, სულ ყველა ჩვენი მიმდინარე პროექტები, რომელიც გვაქვს და რომელიც სულ ყველა აბსოლუტურად გრძელდება, ფორმატი შევცვალო, ერთი ურთიერთობა თვითონ ფერმერებთან და აგრობიზნესის წარმომადგენლებთან, მეორე რაც შეეხება, მინდა რომ მაქსიმალურად გამარტივებული იყოს ყველა პროექტი. პირველად დავიწყეთ დანერგე მომავლით, დანერგე მომავალთან დაკავშირებით შეხვედრები გქონდა რეგიონებში, როგორც შიდა ქართლში, ასევე კახეთში და დაგეგმილი გვაქვს კიდე სხვა რეგიონებში. მოძრაობა, როგორც უკვე აღინიშნა, 7000 ჰექტარზე მეტი ბაღია გაშენებული სახელმწიფოს თანადაფინანსებით და ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ ვაპირებთ, რომ კიდე უფრო გაცილებით მეტი ბაღები გავაშენოთ და არა მარტო ბაღები, სხვა სექტორშიც და სხვა ნაწილშიც გვინდა დავეხმაროთ ფერმერებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად უშუალოდ ფერმერების ჩართულობა. იქ ვისმენ პრაქტიკოსებისგან და თვითონ პრაქტიკულ ყოველდღიურ საქმიანობაში თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან, თუ რა შეფერხება შეიძლება გქონდეთ და როგორ შეიძლება უფრო გამარტივდეს თითოეული პროექტი, როგორ შეიძლება უფრო მორგებული იყოს ფერმერზე და მეტმა ადამიანმა მიიღოს ის სარგებელი, რასაც სახელმწიფო გასცემს. აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გქონია მათთან კომუნიკაცია, გქონდა ის ხარვეზები გამოვლენილი, რაც რეალურად აბკოლებდა, იმიტომ რომ თუ პირველადი წარმოება არ შეიქმნა, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ძალიან რთულად იქნება უკვე გადამამუშავებლის ნაწილის, თქვათ, ხელშეწყობა. მაინტერესებს ესეთი რამ, ბატონო პაატა, ის რასაც ფერმერები ამბობენ, მე ვიცი და მე დავსწრები ვარ კიდევაც თქვენ შეხვედრას, თქვენ ამას ითვალისწინებთ სამომავლოდ, თუ თქვათ ეს ამ ეტაპზე უნდა იქნას მათი ხმა, თქვათ, გაგებული და შემდეგ წელს იქნება, თუ წელსვე მოახდენთ აი ამ აუცილებლად წელსვე მოხდება მათგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინება. ძირითად შემთხვევაში დაახლოებით შეიძლება ითქვას, რომ 90% გათვალისწინებულია. ეხლა მზადდება პარალელურ რეჟიმში შეხვედრების პარალელურად ჩვენი პროექტების ცვლილებების პაკეტი, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვადგენთ მთავრობაზე დასამტკიცებლად და მაქსიმალურად იქნება ყველა თითოეული ფერმერის მოთხოვნა და გულისტკივილი გათვალისწინებული ჩვენ მიმდინარე პროექტებში. ბატონო პაატა, ეს რაც შეეხება დანერგე მომავალს, თქვენ აღნიშნეთ, რომ კიდე რამოდენიმე პროექტი აქვს პარალელურად პროექტების მართვის სააგენტოს, რა პროექტებია და რა იწყება? ესეც რა ვთქვათ?
ყველა სათითაოდ რო არ ჩამოვთვალოთ რა პროექტებსაც ახორციელებდა პროექტების მართვის სააგენტო დაწყებული შეღავათიანი აგროკრედიტიდან დამთავრებული დაენერგემომავლით გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოები რომელიც შეჩერებული იყო რაღაც ეტაპზე კი ბატონო ეხლა სწორედ მაქედან გამომდინარეა რომ ადგილზე ვხვდები თითოეულ ბიზნეს ოპერატორს, აგრობიზნესის წარმომადგენელს და მათი აზრის გათვალისწინებით გეგმავთ უშუალოდ თავიდან ჩაშვებას იმ პროექტების რომლებიც გაჩერებული გვაქვს, გქონდა უпроსწორად და იმ პროექტების რომელიც მიმდინარეა მის მოდერნიზებას. გარდა აღნიშნულისა დაგეგმილი გვაქვს სოფლის მეურნეობის თანამედროვე და ევროპულ საფეხურზე გადასვლა. ჩემი ძირითადი მიზანი არის რომ ერთი უშუალო ჩართულობა იყოს თითოეული ფერმერის და აგრობიზნესის წარმომადგენლის ჩვენ პროექტებთან მიმართებაში და პროექტების წერის და განხორციელების პროცესში. შემდეგ უკვე მინდა რომ მოსახლეობას გაუმარტივდეს ურთიერთობა სახელმწიფოსთან ჩვენი სახით, ამ შემთხვევაში ვიძახი, ეს იმაში გამოიხატება, რომ თუ აქამდე უწევდათ მოსახლეობას რეგიონებიდან ჩამოსვლა ინფორმაციის მისაღებად, მერე ისევე თავიდან თქვა სხვადასხვა უწყებებში მოძრაობა და გარკვეული დოკუმენტაციის შეგროვებისთვის, განაცხადის გაკეთება თბილისში, ეს ყველაფერი მინდა რომ გაკეთდეს იმ ფორმით რომ ადგილზე რეგიონების ჭრილში ერთი რომ ინფორმაციის მიწოდების საშუალება გქონდეთ მეორე იყოს იმის საშუალება რომ ადგილზე თითოეულმა ფერმერმა ერთი პანჯრის პრინციპით მოახდინოს ნებისმიერ პროექტში მონაწილეობის მიღებაზე განაცხადის გაკეთება და იქვე ხდებოდეს ეს ყველაფერი ინფორმაციის მიწოდება იმ სიკეთის მიწოდება რომელსაც სახელმწიფო ფერმერებისთვის გამოყოფს და არ უხდებოდეთ თითოეულ ფერმერს რეგიონიდან თბილისში სიარული იმის გამო რომ კი ბატონო რა თქმა უნდა და ამაში უნდა ჩაერთოს ექსტენსიის ცენტრები ანუ მე როგორც ვიცი რომ ექსტენსიის ცენტრების თქვენთან საბოლოოდ თქვენთან გაერთიანდება ხო თუ ჯერ არ არის მოვლენებს ნუ გავასწრებთ მაგრამ ექსტენსიის ცენტრები რა ფორმითაც არის ჩართული ჩვენ ვფიქრობთ რომ კიდევ უფრო გაძლიერდება მათი როლი ადგილზე რეგიონებში მაგის გარდა გვაქვს დაგეგმილი ახალი პროექტები რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტებია და არა ერთი. ანუ ერთი სიტყვით შეიძლება ესე ითქვას, რომ რაც გვაქვს მიმდინარე პროექტები, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და კიდე მეტ ახალ სიახლეებს და თანამედროვე სიახლეებს შევთავაზებთ ჩვენ ქართული სოფლის მეურნეობის ბიზნესის წარმომადგენლებს. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, რაც შეეხება ხილდაბოსტნეულის შემნახველებს. აპირებთ თუ არა ეს პროექტიც გააგრძელოთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ფერმერი მოგმართავ სწორედ ამ კითხვით, იმიტომ რომ მათ გააშენეს და თქვენი ბენეფიციარები არიან თქვა იქ ვაშლის ბაღები და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე დადგენ იმის წინაშე, როდესაც უნდათ განვითარება და თან მოგეხსენებათ ეხა ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა არც თუ ისე მარტივია ბანკებიდან გამომდინარე ახალი რეგულაციებიდან ფიქრობთ თუ არა ამ მიმართულებითაც რომ გააგრძელოთ პროექტები. დიახ, აუცილებლად ეხლა მიმდინარეა ჩვენი შემნახველი და შემნახველი საწარმოების პროექტი, ანუ დღესაც შეუძლია ნებისმიერ მსურველს რომ მოვიდეს და განაცხადი გააკეთოს, მიიღოს ის დაფინანსება, რომელიც დღეის მდგომარეობით გვაქვს და ეს ცოტა არ არის, როგორც მოგეხსენებათ 600,000 ლარის ოდენობის გრანტის თანადაფინანსებაში მივყვებით, პლუს მაგის გარდა 50%-ის თანადაფინანსებაში მივყვებით უკვე IAPI აგროკრედიტის კუთხით და მაგის გარდა ამ კონკრეტულ პროექტზეც დაგეგმილია ანალოგიურ ფორმატში რეგიონებში უშუალოდ აგრობიზნესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, მათი აზრის და შენიშვნების გათვალისწინებით მოხდება უკვე შემდგომში აღნიშნული პროექტების მოდერნიზებაც. გასაგებია და ბოლო შეკითხვა მაქვს ესეთი, რა იგეგმება? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის ვიცით, უკვე თქვენ ამაზე ისაუბრეთ და იქამდეც იყო ცნობილი, თქვათ, რა საახორციელებდა პროექტების მართვის სააგენტო, რა იგეგმება? ანუ რა მიმართულებით, გარდა იმისა, რომ მოდერნიზება მოხდება და გარდა იმისა, რომ იქნება გათვალისწინებული ჩვენი ფერმერების ხმა, რა პროექტები შესაძლო არის, რომ დაიწყოს? კი ბატონო. ამ ეტაპზე პროექტების მართვის სააგენტო მუშაობს რამოდენიმე პროექტზე. ერთ-ერთი მათგანი გუშინდელ მთავრობის ხლომაზე იქნა დამტკიცებული, მაგალითად სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ხელშეწყობის პროექტი და ეს ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი პროექტია ფერმერებისთვის. ძალიან დიდი ინტერესი იწვევდა ზუსტად რეგიონებში შეხვედრისას. გამოვლინდა, რომ დიდი საჭიროებაა მექანიზაციის თანადაფინანსების და სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ თანადაფინანსების ნაწილში
ნაწილში, ანუ 50%, მაგრამ არა უმეტეს 150,000 ლარის ოდენობით შევდივართ ნებისმიერი ახალი ტექნიკის თანადაფინანსებაში, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სოფლის მეურნეობაში მოსავლის ამღებ ტექნიკაზე და ეს პროექტის არსი თავიდანვე სწორედ აქედან გამომდინარეა დაწყებული იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მექანიზაციის დეფიციტი იყო. ამ მადლობა იმისთვის, რომ მექანიზაცია გავიდა და გადადის კერძო სექტორის ხელში. ძალიან მნიშვნელოვანია, მოიხსენებათ სახელმწიფო არ უნდა იყოს ოპერატორი, ესეთი ტიპის ბიზნეს ოპერატორი და წინა წელსვე მოხდა აღნიშნული პროექტის დაწყება, ჩვენ გვქონდა მექანიზატორი გახსოვთ და მისი მექანიზაცია ერთეული ფორმების სახით გადადის უშუალოდ კერძო ბიზნესში და კერძო ბიზნესი თავად უნდა ახდენდეს თვით უზრუნველყოფას მექანიზაციის კუთხით. ჩვენ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ ყველანაირად, სწორედ აქედან გამომდინარეა ამ ახალი პროექტის დაწყების მიზანიც და შინაარსიც. ამის გარდა გვაქვს სხვა დანარჩენი პროექტები დაგეგმილი, მაგალითისთვის შემიძლია მოვიტანო ბიოწარმოების ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც მიმდინარეობს მუშაობა და ძალიან მნიშვნელოვანია დაგეთანხმებით. გვაქვს კიდე სხვა პროექტები, რომელსაც წინასწარ არ მინდა უბრალოდ კი ბატონო, და ერთი შეკითხვა მაქვს პრინციპში უკვე ბოლო ბატონო და მოყვება თუ არა ამას განათლება, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემა ხო მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვაფინანსებთ და იგივე დონორი ორგანიზაციების და იგივე თქვენი მხარდაჭერით, ნუ ყველაზე დიდ გამოწვევად მაინც განათლება და პროფესიული სწავლება გას დღის წესრიგში, განსაკუთრებით ნუ ეს ვნახეთ ახლა მრავალწლიან კულტურებში 3-4 აგრონომი ყავს ხელზე ჩამოსათვლელი და ძალიან მნიშვნელოვანია მათი პრაქტიკის გაზიარება და თქვა ტრეინინგები. აი ამ ნაწილში აუცილებლად ეგ პროექტი წელსვე დაიწყება. დაგეგმილი გვაქვს განათლების კუთხით ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად უცხოელი ექსპერტების, სპეციალისტების ჩამოყვანა საქართველოში და ეს არ იქნება მოკლევადიანი კურსები, ეს იქნება გრძელვადიანი ტრეინინგ კურსი, რომლის დროსაც მოხდება ჩვენთან არსებული სპეციალისტების გადამზადება, რათა შემდგომში უკვე აღნიშნულმა სპეციალისტებმა შეძლონ ის მიმართულებები აიღონ ხელში და დაატრეინინგონ ჩვენი უშუალოდ ბენეფიციარები, რა მიმართულებებშიც იქნება საჭიროება. გარდა აღნიშნულისა დაგეგმილი გვაქვს, რომ ჩვენი ბენეფიციარები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობენ, წავიყვანოთ საერთაშორისო გამოფენებზე, დაუფინანსოთ სხვადასხვა სწავლებები უცხოეთში, რათა მათი კვალიფიკაციის დონე ამაღლდეს და ნელ-ნელა დავეწიოთ ევროპულ სტანდარტს. რაღა დაგვრჩენია, ანა, გარდა იმისა, რომ თქვათ რომ ეს არის სწორედ რაც გვინდოდა, რასაც ლობირებდით, რასაც ვამბობდით, რომ ფერმერების ხმა უნდა იყოს აუცილებლად გაგებული და ყოველთვის სახელმწიფო იქნება დონორი ორგანიზაცია ფერმერების მოთხოვნაზე იყოს დამყარებული და არა პირიქით. მე იმედს ვიტოვებ, რომ უფრო მეტი ახალი პროექტი იქნება, უფრო მეტი ადამიანები იქნებიან ჩართული და რაც თავარია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განათლებული ახალგაზრდები მოვლენ სოფლის მეურნეობაში. ჩვენ თავის მხრივ უზრუნველყოფთ, რომ ყველა ის ეტაპი, რომელიც ფერმერებისთვის და შესაბამისი უწყებების მხრიდან კომუნიკაციისთვის იქნება საჭირო, მათ შორის ბიზნეს მედია საქართველოს პლატფორმებზე იყოს უზრუნველყოფილი და მივადავნოთ თვალი ყველა იმ პროცესს, რომელიც ამ მიმართულებით განვითარდება და არა მხოლოდ ამ მიმართულებით. ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, პაატა შეყილაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის აგენტოს დირექტორს მას მისლობდა საქმიანი დილის ბოლო ბლოკში. მადლობა.